მოგესალმებით მეგობრებო, ეს უკვე ჩვენი მარათონის მერვე დღეა და ძალიან მიხარია თუ ამ გზაზე თქვენს მომყვებით და ცდილობთ პოზიტიური ცვლილებები დანერგოთ თქვენს საქმიანობაში. მოდით პირდაპირ გადავიდეთ ტექნიკებისა და რჩევების გაზიარებაზე. გამოყავით დრო რაიმე ახლის სწავლისთვის და დანერგვისთვის. ციფრულ ეპოქაში ჩვენი ყურადღება მუდმივად იფანტება არაფრის მომცემის სიახლეებითა თუ აქტივობებით. ხშირად ვერც კი ვამჩნევთ თუ რამდენ დროს ვკარგავთ უაზრო სკროლვაში ან ზოგადი, ზედაპირული თემების განხილვაში. არადა ერთხმად შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ამ ეპოქაში განვითარებისთვის უამრავი რესურსი გვაქვს და თითქმის ყველანაირი უნარისა თუ ცოდნის განვითარებაზე მიგვიწვდის ხელი. შესაბამისად, ნებისმიერ საქმიანობაში, ამ შემთხვევაში მარკეტინგში, სოციალურ მედია მარკეტინგში და კონტენტ კრეატორობაში, იმდენნაირი უნარებისა და მიმართულებების არჩევა შეგვიძლია, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი. გამოყავი ყოველკვირეულად, თუნდაც მცირე დროს რაიმე ახლის სასწავლად და უნარების განსავითარებლად. ოღონდ გაითვალისწინე, მსგავსი თვითგანვითარების სესიები უნდა იყოს სიღრმისეული და არა ზედაპირული. რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში სიღრმისეულობა? არ ამოწმებ ტელეფონს, დროებით არ რეაგირებ შეტყობინებებზე, არ მიედ მოედები სხვა ამოცანაზე და საქმეზე, მუშაობ კონკრეტულად ერთ უნარზე და ცოდნაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს რაიმე კურსის გავლას, წიგნის წაკითხვას, პოდკასტის მოსმენას, ახალი პროგრამისა თუ აპლიკაციის შესწავლას. მაგალითად, ამ კვირაში მე სიღრმისეულად ვსწავლობ დავინჩი რეზოლვს, ასევე უცხოენებს ვხვეწავ, რადგან განვიხილავ უცხოურ ბაზარზეც საკუთარი საქმიანობის გატანას. გაითვალისწინე, რომ ცოდნის მიღება და განვითარება არ მოიცავს მხოლოდ ახალი ინფორმაციის გადახედვას. აქ უნდა განსაზღვრული ჰქონდეს თუ რა მიზანს ემსახურება ეს კონკრეტული ახალი უნარის ათვისება. დააკვირდი სისტემურად მოქმედებ თუ არა რაიმე ახლის შესწავლისას. თითოეული ახალი ათვისებული უნარი უნდა წარმოადგენდეს ინვესტიციას საკუთარ მომავალში. ასევე თითოეული ახალი უნარი უნდა მოარგო შენს უკვე არსებულ საქმიანობას. შენი საქმიანობის პროცესი უნდა გააუმჯობესო. ყოველთვის თან გქონდეს ფურცელი, სადაც ჩაინიშნავ თუ რა ისწავლე, რა გაქვს დასახვეწი, რაში გჭირდება მეტი გამოცდილების მიღება და ასე შემდეგ. გადმოწერე აპლიკაცია, სადაც შენს პროგრესს ჩაინიშნავ და ანალიზს გაუკეთებ. კვირაში ერთხელ გააზიარე სხვებთან თუ რა ისწავლე და როგორ გამოგადგა. ეს მეტად გიზრდის მოტივაციას, კვლავ განაგრძო თვითგანვითარების პროცესი. გაითვალისწინე თითოეულ ახალ თემასთან და საკითხთან ემოციური კავშირი დაამყარე. სხვა შემთხვევაში მარტივად მოგბეზდება და თავს დაანებებ. ვიზუალიზაცია გაუკეთე საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს. არ ვფიქრო უბრალოდ მათზე, არამედ ეცადე დეტალურად დაინახო თითოეული მათგანი, თუ რას ელოდები და რა წერტილამდე გსურს მისვლა. წარმოიდგინე და დაწერე. ასევე შესაბამისი ვიზუალები დაურთე იმ პუნქტებს, თუ სად გინდა იმყოფებოდე ერთი წლის შემდეგ, როგორ გსურს შენი სამუშაო დღე გამოიყურებოდეს სხვა განვითარების ეტაპზე, როგორ გსურს აღიქვამდეს საკუთარ თავს ახალ როლში, კონკრეტულად რა შედეგები გაქვს მიღწეული გარკვეულ დროში. შეადგინე შენი ვიზუალიზაციის დაფა. თითქმის ყველგან დატოვე ესეთი ტიპის ვიზუალები და შეხსენებები, რომლებიც მოგიწოდებს შენი საქმიანობა გააგრძელო და მოტივაცია არ დაკარგო. მე მაგალითად ტელეფონის ფონზე მიყენია სქრინები თუ ერთ წელიწადში როგორ მსურს გამოიყურებოდეს ჩემი ინსტაგრამ გვერდი, როგორი აუდიტორია უნდა იყოს ჩემს გარშემო. ასევე დღიურში ყოველ საღამოს წერ თუ რა მიზნისკენ მივდივარ და რა უნდა დავხვეწო ამისთვის. გაითვალისწინე, ვიზუალიზაცია არ ახდენს სასწაულებს ასე თავისით. ის უბრალოდ გახსენებს, რომ მოქმედება არ უნდა შეწყვიტო. სწორი ვიზუალებით შენ ახსენებს საკუთარ თავს თუ რატომ არ უნდა გაჩერდე. თითოეული ვიზუალური ელემენტი ისე შეარჩიე, რომ მათთან ემოციური კავშირი გქონდეს. ეს დაგეხმარება მდგრადი მოტივაციის შედგენაში. სწორედ ემოციის დახმარებით ახერხებ გაიმეორო ქცევები ხშირად. მუდმივად გაახსენე საკუთარ თავს თუ რა დადებითი ცვლილებები შეიტანე სხვების ცხოვრებაში. რამდენი კმაყოფილი ადამიანი გყავს შენს გარშემო. ხშირად ისე ვარ კონცენტრირებული მხოლოდ მომავალ შედეგებზე და მიზნებზე, რომ უკვე რაც შევძელი და გავაკეთეთ, ვეღარ ვამჩნევთ. გრანდიოზულ შედეგებამდე უნდა გავიხსენოთ ის პატარა გამარჯვებებიც, რაც თითქმის ყოველდღიურად გვაქვს ჩვენი საქმიანობიდან. როცა ახსენებ საკუთარ თავს, რომ გარშემო მყოფებისგან გიფასდება შენი საქმიანობა, მოტივაციაც მეტი გიჩნდება და კვლავ გსურს განვითარდე. ზოგადად, ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, უფრო მეტად და ნათლად იმახსოვრებს კრიტიკას, წარუმატებლობას, ნეგატიურ შეფასებას, ვიდრე პოზიტიურს. ამიტომ საჭიროა შეიქმნა ისეთი გარემო, სადაც მოგეცემა საშუალება საკუთარ თავს გაახსენო გამარჯვებები და მიღწეული შედეგები. შეინახი თითოეული მადლობის წერილები მომხმარებლებისგან, მაყურებლებისგან, გამომწერებისგან. ჩამოწერე და დაკიდე საკუთარ მაგიდასთან შედეგები, რომლებიც ადამიანებმა მიიღეს შენი საქმიანობით. ჩაინიშნე პოზიტიური კომენტარები და დადებითი შეფასებები. შექმენი ფოლდერი საკუთარი მიღწევების. დაწერე და მუდმივად გაუმეორე საკუთარ თავს, თუ როგორ ადამიანებთან მუშაობ და ვის ეხმარები, რა შედეგებზე გაგყავს ისინი.
როცა ხედავ, რომ შენს ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელობა აქვს, მოტივაცია აღარ არის მხოლოდ პირადი ამბიცია, ის ხდება პასუხისგებლობა და შთაგონება. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა, რომ მარათონში მომყვებით. აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დატოვეთ შეფასება კომენტარების ველში. უბადროებით!